ზურაჟვანია ფოთის რაგბის სასპორტო სკოლის აღზრდილია. 12 წლის იყო, როცა ამ სპორტში შეიყვანეს. იხსენებს, რომ პირველი წარმატებული ნაბიჯები აქ, ამ ქალაქში გადადგა. მის სპორტულ კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე ქუთაისს, სადაც 3 წელი დაჰყო. არის საქართველოს ნაკრების წევრი. ყველაზე ემოციური მის ცხოვრებაში ის დღეა, როცა საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბიდან შემოთავაზება მიიღო. დღეს პარიზში ცხოვრობს და სპორტულ კარიერას იქ აგრძელებს. ჯერ დავიწყე თამაში ფოთში, მე გადავედი ქუთაისში ვთამაშობდი 3 წელი და მე წავედი საფრანგეთში. საფრანგეთში ვცხოვრობ 3 წელია. და რავი, დონე ოდნავ განსხვავებულია საქართველოსთან შედარებით, იქ უფრო რაგბს უფრო მეტ პატივს ცემენ და დიდ ყურადღებას აქცევენ ვიდრე საქართველოში, მაგრამ დღესდღეობით როგორც ჩანს საქართველოში ყველაფერი კეთდება რომ ევროპულ დონეს დავეწიოთ და გაუთანაბრდეთ. ამბობს, რომ მშობლიური ქალაქი სულ ინეტრება. თითქმის ყოველდღე რაგბის ახალ სტადიონს სტუმრობს და მიაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ეს აუცილებელი იყო. ერთკვირიანი დასვენება მქონდა და ფოთში დაბადებულ გაზრდილი ვარ და პირველი როცა თავისუფალი დრო მაქვს, აქ მოვდივარ ხოლმე. და რაც შეეხება რაგბის სტადიონს, ძალიან მომეწონა. მსოფლიო სტანდარტებს შესაბამება და ძალიან კარგი ნაბიჯია გადადგმული იმისთვის, რომ საქართველოში რაგბი განვითარდეს. კერძოდ ფოთში. ფოთის ახალ თაობას ხელს შეუწყობს რაგბის განვითარებაში. საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს, თუმცა გაგვიმხილა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ისევ აქ ჩამოვა. იქ სადაც ყველაფერი დაიწყო.